მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ ახლა ესეთი თემატიკით. გიმალავთ თუ არა თქვენი პარტნიორი, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რამეს, რაც თქვენ არიცით და რაც გაინტერესებთ პრინციპში. საერთო გაშლა და საერთო გაშლა ყველაფერი არ ემთხვევა, ყველა სიტყვა ზოგისთვის შეიძლება საერთოდ მთელი გაშლა ისე ჩაიაროს, რომ არც იყოს თქვენზე, ზოგისთვის შეიძლება ყველა სიტყვა დაჯდეს და გაარტყის, რომ მეუბნებით. ძალიან მეცინება, იმიტომ რომ მეგობრებო, ეს არ არის პირადი გაშლა, ეს არის საერთო გაშლა ჯერ ერთი და გავარტყი, არ გავარტყი, ეს არის ის ენერგია, რასაც მე კარტისგან ვკითხულობ და გაწვით თქვენ ინფორმაციას. რაც შეეხება, მე არ ვარტყამ, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობ კარტისგან და გაწვით, ეს ერთი და მეორეც იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე, რამდენად ემთხვევა, თუ ემთხვევა, შეიძლება რაღაც ნაწილი მაინც გაიგოთ გაშლიდან ის, რაც თქვენ დაგაინტერესებთ, ამიტომ ბოლომდე უყურეთ ხოლმე და ენერგოცვლისთვის თქვენი ლაიკები, კომენტარების სახით, გაზიარების სახით არ დაგეზაროთ. გამოწერილი, ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი, ეს ახალი გვერდია და ერთადერთი მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, ძველი გვერდი, სადაც ძალიან ბევრი გამომწერი მყავდა 17,000 დაახლოებით. და მე ბლოკა როგორც იცით გამიტეხეს და ამიტომ იქ მე ვეღარ შევდივარ და იმ გვერდის გამოწერა შეგიძლიათ გააუქმოთ და გამოიწეროთ ეს გვერდი, რომ ახალ ცხელ გაშლებს უყურეთ ხოლმე ჩემი მეშვეობით ამ გვერდზე. მადლობა თქვენი თბილი კომენტარების და თბილი სიტყვებისთვის, ძალიან მიყვარხარ და მაძლევთ ენერგიას, რომ ვიმუშაო ყოველდღიურად შეძლების დაგვარა თქვენთვის. რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, რას რეზონირებს, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად, თუ ეს არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არ შეცასრული თემატიკა და გაშლა და მოქმედებს გაშლა მაშინ, როცა ნახულობთ. გაშლები ორივე სქესისთვის არის ჩემი გაშლები, მინდა გითხრათ. თქვენი პარტნიორი ვინ არის? ერთად მორბის 10 კარტი, მაგრამ 10 არ გვინდა შეყვარებული პიროვნება თქვენზე, მინდა გითხრათ. ორიანთასით ეს არის ორმხრივი სიყვარული, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. ორიანთასი, ორიან ხმალი. მიჩვენებენ, რომ თქვენ ურთიერთობაში არის გულწრფელი ორმხრივი თასი, რომელიც ერთმანეთის მიმართ გიჭირავთ. გრძნობები არის გულწრფელი, ერთმანეთის სიტყვის გარეშე, თქმის გარეშე, თვალებში ჩახედვითაც კი გრძნობთ თქვენი პარტნიორის ხასიათს, რა მდგომარეობაშია სულიერად, რა უნდა, რას განიცდის, რაღაცას როცა ისი არ არის, გრძნობთ ხოლმე თვალში, თვალის გაყრითაც კი, ესე იგი ყოველგვარი სიტყვების და ახსნების განმარტებების გარეშე. ამ შემთხვევაში აჩვენებენ, რომ ადამიანი ჩაკეტილია რაღაცნაირად, რაღაცა გამოუვალ სიტუაციაში გრძნობს თავის თავს. თქვენ ურთიერთობაში, თქვენი სიყვარულიდან გამომდინარე რაღაცა არის ხელისშემშლელი, ვიღაცა არის შეიძლება ხელისშემშლელი, რომელიც ამ ურთიერთობას რაღაცნაირად გასაქანს არ აძლევს ერთგვარად, შეიძლება მისი ოჯახის წევრები იყვნენ, დედა და ძმა, არ ვიცი. ასევე თქვენი არ არის გამორიცხული, ამ ყველაფერს ახლა არ ჩაუღმავდები, ვინ არის ხელისშემშლელი და რა არის ხელისშემშლელი, შეიძლება ადამიანები არა, მაგრამ სიტუაციურად არის ბევრი რაღაც წინაღობა, რაზეც ადამიანი ახლა ჩაკეტილია და ამ თემაზე საუბარი არ სურს, იძახის, რომ არ მინდაო, რაღაცა ვერ ხედავ გამოსავალს, რა შეიძლება იყოსო ამ სიტუაციიდანო და ვერ ხედავ, თვალები ახელი დახურული აქვს, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად თითქოს ამ პრობლემიდან გამოსავალს ვერ ხედავს. წარმოუდგენელია ადამიანი. შეძლის მეფეთ შეიძლება წარმოადგენდეს ცეცხლის ტიკიას, ლომი ვერძი ან შულდოსნის ნიშანი შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო გაშლაში ამასაც გამოვეკიდებით, რომ მაინდა-მაინც ცეცხლის ტიკია იყოს, ადამიანი არის ძალიან შრომელი სხვა შემთხვევაში, ვინც ცეცხლის ტიკიას არ წარმოადგენს, ადამიანი, რომელსაც რაღაცა თავის საკუთარი საქმე აქვს, უკვე აქ მეფეა და აღარ არის, ასე ვთქვათ, პრინცი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია თავის საქმეში, თავის სიტყვა ეთქმის, მიღებული პერსონაჟია თავის სამუშაო სტაფთან, ძალიან შრომელია ერთგვარად, არ ეზარება შრომა, მუშაობა, თავის ენერგიის ჩადება, ასევე ძალიან ტემპერამენტიანი და აი სიმპათიურიც რო არ ვთქვათ, არის ძალიან სიმპათიური შეძლის მეფე, მაგრამ სიმპათიურზე რომ
არ გავამახვილო ყურადღება, მაგნეტიზმი აქვს თავისი რაღაცნაირი შარმი და ქარიზმა ამ ადამიანს, რომელიც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ძალიან დიდ მიზიდულობას აძლევს. ამ შემთხვევაში ჟეზლის მეფე არის შემოbrunებული, ორმხრივი ტაროთი ვიკეთებთ ამ გაშლას, შემოbrunებულია და ზურგს გვაჩვენებს რაღაცა თემატიკაზე, აი კიდევ ვიმეორებ იმაზეც, რაზეც ჩაკეტილია თქვენი ურთიერთობა და რაღაცა პრობლემაა, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში და ეს თქვენ თვითონ გეცოდინებათ, ამის დეტალებს აღარ დავიწყებ ამ პატარა გაშლაში, ისედაც ვერ ვასწრებ ხოლმე მოყოლას. არის სიტუაცია, სადაც გაბრაზებულია, რაღაცნაირად გულდაწყვეტილია, ზურგშებრუნებულია და არ სურს ამ თემაზე საუბარი. არ მინდაო საუბარიო, ზურგი აქვს შექცეული, მაგრამ მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ, მის ზურგს უკან არის არ ვიტყვი რა, ერთგვარი ქვეწარმავალი დააკვირდით, რომელიც რაღაცნაირად გესლავს მას. ეს შეიძლება იყოს, ვინც ამ კუთხეში ხართ, მისი მეუღლე, ვინც მეუღლის სტატუსში ხართ. მისი საყვარელი ქალი მაგალითად გაშლა ორივე სქესისთვის არის, მოირგეთ მამაკაცებმა თქვენ თავზე. დედა, არ ვიცი, სასიდედრო, არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთგვარად თქვენი ხელის შემშლელი არის და ერთგვარად მისი ენა და გესლიც ამ ადამიანზე პრობლემას ქმნის და გიქმნით პრობლემას ურთიერთობაში, მაგრამ გრძნობებს თუ ვიტყვით, ეს ადამიანი და თქვენი ურთიერთობა არის ორმხრივი, სიყვარულის მხრივ, ემოციური მხრივ და ეს ყველაფერი არის გულწრფელი ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. თუ ატყობთ რომ თქვენზეა გაშლა, წავედით, მაშინ გავიგოთ რას გიმალავთ ეს ადამიანი და საერთოდ გიმალავთ თუ არა რამეს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე მაინც 90% უკვე ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს და ამის გამხელა არ უნდა, იმიტომ რომ ზურგი შებრუნებული აქვს და სიტუაციურადაც ამ თემაზე საუბარი არ სურს, მაგრამ ავალაპარაკოთ მაინც, რას გიმალავთ, პირდაპირ გადავდივარ, რამეს გიმალავთ თუ არა, რას გიმალავთ, იმიტომ რომ უკვე ვგრძნობ, რომ რაღაცას გიმალავთ იმას, რომ ძალიან ემოციურად დათრგუნულ მდგომარეობაშია, შეიძლება აი ამ 4-იანთასით რაღაცნაირად გაშეშებულია თითქოს თქვენ შორის ემოციური ფონი და დაყრილია, რაღაცა წყალმა წაიღო თითქოს მისი ემოციური ფონი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხართ, აბსოლუტურად ამას არ გულისხმობ იმას, რომ დადარდიანებულია აი ამ ემოციურ ფონზე, რომელიც თასები ჩაყრილია, დაქცეულია, რაღაცა არ გამოსდის მას, არ შეუძლია თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღოს თუ რაღაცა პრობლემა გადალახოს, რომელიც მას უქმნის უძილობას, შიშებს, სტრესებს, ძალიან ბევრს, იმაზე მეტს იხოს თავის თავზე სანერვიულოს, ვიდრე სიტუაციურად არსებობს და იმაზე მეტად ვერ ხედავს გამოსავალს ამ სიტუაციიდან, ვიდრე შანსები არის გამოსწორების რასაკვირველია. 7-იან ჟეზლით გეტყვით, რომ ყველა პრობლემაზე მაღლა დგას ადამიანის სინამდვილეში და თავარია აი დაინახოს ეს პრობლემები და გააანალიზოს კარგად და ასე ვთქვათ, შეიგრძნოს მისთვის მთავარი წინაღობა რა არის, ვინ არის, რა ქმნის პრობლემას თქვენ ურთიერთობაში, რომ უკვე იგრძნოს, რომ ყველა პრობლემაზე მაღლა დგას და ყველაფერს შეძლებს, რომ გაუმკლავდეს. სინამდვილეში შეუძლია მას, რომ გაუმკლავდეს და ერთგვარად მოდი ესე გეტყვით, რაღაცა გეგმა B აქვს თქვენ ურთიერთობაში, თავის წარმოსახვაში, მაგრამ მაინც ძალიან განიცდის და ნერვიულობს, რომ მაშინ და ისე არ გამოსდის ეხლა ამ სიტუაციურად ამ მომენტში, როგორც მას უნდა რომ გამოუვიდეს აი ამ ყველაფრის გადალახვა. გიმალავთ იმას, რომ ძალიან ბევრს განიცდის და ნერვიულობს ამ თემაზე და შეიძლება უძილობებით აწუხებს, შეიძლება საერთოდ ძილთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ერთგვარად დამამშვიდებლებს აწყებულობდეს, რომ გამოიძინოს და დაიძინოს, იმიტომ რომ რაღაცა ძილის პრობლემას ხედავ მის მდგომარეობაში და საერთოდ ძალიან ჩაღრმავებულ დეპრესიულ მდგომარეობას ხედავ ამ ადამიანისას ამ პრობლემიდან გამომდინარე მის ცხოვრებაში. კიდევ რას გიმალავთ? იმპერატორი რიანჟეზლი და პაჟი ამოდის თასის. თუ შვილი გაკავშირებთ და თქვენ მეუღლეზე ან ყოფილ მეუღლეზეა საუბარი, გეტყვით იმას, რომ ძალიან მალე
ჰაერის გზით გამოვა კონტაქტზე, რომ შვილი მოინახულოს და გაასეირნოს, სადმე წაიყვანოს, არ ვიცი, რაღაცეები უყიდოს სასკოლოდ, მაგალითად, სასექტემბროდ თუ ბაღის ასაკისა, ამას აღარ უხმევდები, იმას გიმალავთ, რომ თქვენ იმპერატორად მაინც დღესდღეობითაც აღიქვავს თავის თავს, თუ ქორწინება არ გაკავშირებს, თქვენი იმპერატორია და ამას გიმალავთ და ამ ყველაფერს მალე დაინახავთ.